საღამოს მშვიდობის. მადლობა ინტერვიუსთვის. როგორ ხარ? კარგად, ნორმალურად. მოკლედ, ბევრ ირმასთან მინდა რომ ვილაპარაკო. მაგრამ არ ვიცი რომლით დავიწყო. ორი არჩევანი მქონდა. და აი ამ წამს მივიღე გადაწყვეტილება, რომ აი ჩვენ რო გვაკავშირებს სამშობლო იმ ირმათი დავიწყო. თიულეთი. რა მძაფრი ემოცია აქვს შენთვის იმას, რომ ხარ იმ კუთხიდან საქართველოს ყველა კუთხე გადასარევია, თუმცა მაინც თიულეთი. თიულეთი არის ზღაპრული მხარე საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე და ჩვენ თიულები ვართ. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, იმიტომ რომ თიულეთი აერთიანებს როგორც ქართულ სულს, ისე უნიკალურ ბუნებას. სამასი არ აგველიეს ყველაფერი ჩვენი კუთხის შვილები არიან, მაგრამ ჩემთვის თიულეთი რაღაცნაირად დაკავშირებულია მაინც ჩარგალთან, იმიტომ რომ მამაჩემი იყო დუშეთის მთავარი ექიმი და ხშირად მოგზაურობდით. დავდიოდით ხევსურეთში, გვათვალიერებინებდა ყველაფერს, აი ვცოდნოდა როგორია ჩვენი სამშობლო და 80-იანი წლებია. ვაჟაობა იმართება და ვართ ჩარგალში. და ხდება ესეთი ძალიან საინტერესო რამე, აი რამაც შთაბეჭდილება დატოვა მთელ ჩემ ცხოვრებაზე. ვიღაცა გოგო, კაფანდა რა ძალიან ლამაზი და თავსაფარი ეკეთა ესეც მახსოვს უცბად ეს რაიკომის მდივნები, კაგებეს უფროსები და მთელი ამბავი სცენაზე დგანან და აი ეს გოგო უცებ ჩიტივით აფრინდა სცენაზე და გადახედა ამ ხალხს და რა გამღერებთ და რა გაცეკვებთო. ჩვენო აი ამ საბჭოთა კავშირმაო ყველაფერი წაგვართვაო და მაშინ ეხა ეს საბჭოთა პერიოდია 80-იანი წლებია და ესეთი განცხადება, რასაც ჩოჩქოლი მოყვა მე აი ამ საზოგადოებაში, ისეთი იყო ჩემთვის რა, აი საინტერესო დამაფიქრებელი რომ რა ხდება. მე უცბად მივიდნენ ამ გოგონას მოკიდეს ხელი და სცენიდან გაიყვანეს და ჩასვეს აი ყვითელი ეგრეთ წოდებული კანარეიკები იყო მანქანაში და წაიყვანეს. და მაშინ ჩურჩული დაიწყო იქ ხალხი იყო და ესო ნაზი შამანაურიაო. ნაზი შამანაურიო და ნაზი შამანაური როგორც რაღაც სიმბოლო თავისუფლების ჩიტი, რომელიც აფრინდა იმ რაღაცნაირ ერთფეროვან უსახურ ძიმე გარემოში ეს ჩიტი აფრინდა სცენაზე. აი ეს იყო ჩემთვის დიდი შთაბეჭდილება, რაც მე მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვა. მე რა თქმა უნდა უკვე ნაზის დღიურები რო გამოვიდა წავიკითხეთ ყველაფერი, გავიცანით ნაზი იმისი ტანჯვა ეს ყველაფერი და აი ჩემი პროფესიის ხო, აი ეს მინდოდა რომ მეკითხა, მაგრამ მივხვდი რომ შენ მიხვიდოდი ამ ჩემი პროფესიის არჩევის დროს ეს იყო გამსაზღვრელი. იმიტომ რომ მე მინდოდა რომ აი რაღაცა ესეთი სიმამაცე მეც გამომეჩინა და ჟურნალისტი იყო, თარგმნელი იყო, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ნათესავი ჩემი სხვათა შორის, იმიტომ რომ მისი დედა სარა ინაშვილი იყო. და აი ეს იყო ჩემთვის პირველი ისეთი შთაბეჭდილება, მივდიოდი რომ ლამაზი ჩარგალი მენახა და ვაჟაობა და ეს ყველაფერი და მე აღმოვაჩინე იქ ნაზი შამანაური. კეთილი, მოკლედ გამოდის რომ ეს ამბავი, ეს ემოცია ალბათ დიდი გულის პატარა გოგონა დაინახეთ და რამაც კაგადასა რო დახსენით. განაპირობა გარკვეულწილად ირმა ინაშვილის პროფესიის არჩევაც შემდეგ, ხო? ჟურნალისტურ საქმიანობაში სამოქალაქო გმირობისთვისაც გაქვს ჯილდოები მიღებული, არ მინდა რომ ამ ჯილდოებზე ვისაუბროთ, თუმცა მინდა რომ აუცილებლად ვისაუბროთ ალბათ ყველაზე უფრო მძაფრ ეპიზოდზე შენი ჟურნალისტური კარიერიდან აფხაზეთის ომი და აი ეს ჭუბერის შემსარავი გზა. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ყველა ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში, ჩემი აზრით, მაინც უნდა რჩებოდეს რეპორტიორად, იქ რამდენად შესაძლებელი იყო და ალბათ არა, რომ მხოლოდ რეპორტიორის კანში დარჩენილიყავ. აი ეს ძალიან საინტერესო არის შენი შეკითხვის ეს მეორე ნაწილი. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაგალითად წინა ხაზზე ვერ ხარ მარტო ჟურნალისტი.
და ვერ ხარ მარტო ოპერატორი, ხა ჩვენ ისეთ პერიოდში გვიწევდა ამ მომების გაშუქება, როდესაც მაშინ კასეტების სისტემა იყო, ხო არ იყო ციფრული ტექნიკა და ჩვენ გვიწევდა მაშინ ძალიან ძიმე ტექნიკის ტარება და პლუს ოპერატორს ვეხმარებოდით იმაში, რომ ჩვენც ვიღებდით კადრებს, ჩვენც ვიყავით ოპერატორები და როცა წინახაზე ვმუშაობდით, აი გუმისთაზე განსაკუთრებით ლაბრა, იქ იყო ძალიან რთული პოზიციები ოჩამჩირეში, ტარზან პირველი, ტარზან მეორე, ხა მეომრები ვინც არიან, გაიხსენებენ, მაშინ გვიწევდა დაჭრილების გამოყვანაც და არ მიყვარს ხოლმე ჩემ თავზე ლაპარაკი, მაგრამ იცი რას მივხვდი და თორე რომ მაინც რაღაცა უნდა მოყვე ზოგჯერ შენ თავზე და ისე ხდება ხოლმე რომ სულ თავდაბლად არა და მე გეკითხებია რომ აი სად იყავი ამ დროს და სად იყავი მე ჩემთვის ისიც უკითხავთ რომ სად იყავიო მაშინ როცა პატიმრებს აწამებდნენ სად იყავი აი გესმით ისტორიის გადაწერა ხდება და ისტორიის შეცვლა ხდება ჩვენ ეპოქაში და საერთოდ ზოგჯერ არის ხოლმე მცდელობა რომ ამოგაგდონ იმ ეპიზოდები და ამ ნაწილში მე მგონი დაუსკატდნენ ისტორიის ხო აი სადაც რაღაცა თავარი გმირი იყავი ხა გაზვიადებულია შეიძლება გმირი ეს სიტყვა მაგრამ ისევ რომ წამოვიდეთ, მადლობთ რომ მომეცით ამისი საშუალება. აფხაზეთის ომისკენ მაინც ახლა პატარა ვიყავი, ჩემ შვილებზე უმცროსი, 20-21 წლის აფხაზეთის ომის პერიოდში და ომი ნანახი გქონდა ფილმებში ჩვენ და მე ვნახე ნამდვილი ომი უკვე აფხაზეთში. ნამდვილი სროლა, იქ საშინელი საომარი მოქმედებები, უამრავი ადამიანი დაჭრილი მანამდე ცხინვალი ვნახე, იქაც იყო მონაკვეთი ერთი ეპიზოდი, აი ახალი დაწყებული იყო ესეთი სროლები ორმხრივი და დაიჭრა ერთ-ერთი პირველი მეომარი და რაღაცნაირად მოვიკრიბე ძალა, რომ გამომეყვანა, მძიმდება დაჭრილი ადამიანი, მძიმდება და ძალიან ძნელია მისი გამოყვანა, მაგრამ რაღაცნაირად მივბობღდი და გამოვიყვანე იმ ცეცხლის ხაზიდან. გადარჩა სხვათ შორის ის ბიჭი, მერე უკვე რო გადმოვხდეთ აქეთ აფხაზეთისკენ, იქაც გარდა იმისა, რომ ვიღებდით ამ საომარ მოქმედებებს, ვიღებდით მშვიდობიან სოხუმსაც, როცა სროლა არ იყო, მაშინაც მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აი ძალიან ბევრი ადამიანი მყავს გამოყვანილი, დაჭრილი წინახაზიდან. და რომ მოვკვდე და სხვა არაფერი მქონდეს ცხოვრებაში გაკეთებული, ვთვლი, რომ ის რომ დავეხმარე ადამიანებს და გადავარჩინე, რაღაცას ნიშნავს ალბათ ეს. კი, ცხადია, მით უფრო პროფესია ჟურნალისტიკა დიდი მოქალაქეობრივი პასუხისგებლობაც არის ყველა დროს. მოდი ისევ ჭუბერის გზაზე მინდა დავბრუნდეთ, ვიცი რომ ძიმია გასახსენებლადაც, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ მინდა შენი პორტრეტი სრულად შევქმნათ ამ გადაცემაში. პატარა ბავშვის ეპიზოდსაც ხომ ვერ მოგვიყვებოდი თუ ეს ამბავი ძიმე განწყობაზე არ დაგაკეთეს. საერთოდ არ ვიხსენებ ამ გზას. რაღაცა ჩავკეტე ჩემ მეხსიერებაში, ჩემ გულში და ჩემ სულში, იმიტომ რომ აფხაზეთის ომი იყო სულ სხვა რამე. იქ ხილული ბრძოლები იყო, იქ ხილული იყო ეს განცდები, ყველაფერი სისხლი, დაჭრილი სროლა, მთელი ამბები. მაგრამ აი ჭუბერი იყო სულ სხვა სატანჯველი და სულ სხვა განსაცდელი, იმიტომ რომ უზარმაზარი მანძილი ეს ფეხით გაიარო, რაღაცნაირად გამოდიხარ სხეულიდან და ზევიდან უყურებ უკვე შენ თავს რომ მოდიხარ და იქ ხდები ვინა ხარ, რა ადამიანი ხარ, საერთოდ როგორი ხარ, შეგიძლია, აი ხარ თუ არა ადამიანი, აი შეგიძლია მაგალითად ხედავდე რომ სულ ზღაფავს ბევრი ადამიანი დაიღუპა იმ გზაზე, ბავშვებიც, პატარა ბავშვებიც, მოხუცებიც, მე ვთხრიდით ხელით, ვთხრიდით მიწას და ეს მიწაც ძალიან კლდოვანი იყო და ყინულიანი და ძნელი იყო იქ სამარხების გაკეთება, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ერთმანეთს ვეხმარებოდით და აი ამ გზაზე ჩემი ცხოვრების მანძილზე
არ შეწყვეტილა ჩემთვის ჭუბერის გზა. მე ეხლაც მოვდივარ ამ ჭუბერის გზაზე და ერთი ესეთი ეპიზოდი იყო, ბებია მომყავდა, ბევრი ვიარეთ ერთად და როცა გავიყვებოდა თავის ცხოვრება სოხუმში, რა ბედნიერი იყო, რა დატოვა თავისი მოგონებები, ულამაზესი ცხოვრება, ეს ყველაფერი და მეჩქარებოდა უთხარი, რომ სანამ დაბინდდება, უნდა ჩავიდეთ ჩვენ სამშვიდობოზე, იმიტომ რომ გავიყინებით და არ დავკვირვები ვარ, იცი და რო დავხედე, ფეხები ქონდა, ფეხშველი იყო, დებო, ფეხშველი მოდიოდა და ტალახში და სისხლში იყო ეს ფეხები არეული და გავჩერდით, მე ქვაზე დავსვი ბებო და ვთხოვდი, აი მოდიოდნენ მანქანები, დიდი მანქანები ორხიდიანი, რომ ბებო აეყვანათ, იქაც ადგილი არ იყო და ბოლოს მივიყვანე კოცონთან. ამ კოცონთან მე ჯარისკაცები დაგვხვდნენ და იმათ ჩამოიყვანეს ჭუბერამდე და მახსოვს, აი მოიხსნა ეს თავისი თბილი თავშალი და მომცა, იმიტომ რომ მეც ისე ვიყავით, ხლათ მეცვა კეტები და თხელი ქურთუკი მეცვა და მომახურა ეს და მე ისეთი ცხოვრება გავიარეო სოხუმში, რომ არაფერი არ მაქვს სანანებელი და ლამაზად მახსენდება ჩემი ცხოვრება და აქ რო გავიყინო, ამაზე გულიც არ დამწყდება და მოიხურებებია ეს პლედი და იარეო, მე ვხედავ, რომ რაღაც საქმეები გაქვს შენ წინ გასაკეთებელიო და გაუძელი და ჩადი ჭუბერშიო მშვიდობიანად. მერე ჭუბერში უკვე ეს ბებო ნახე კიდე შემხვდა იქ. ანუ გადარჩა და ჩამოვიდა. არ ვყვები ყველაფერს ჭუბერზე. ეს ძალიან მძიმე თემაა, საქართველოს ისტორიის უმძიმესი ფრაგმენტია, დემორალიზებული ჯარი, დათრგუნული ჩვენი ერი. არ მინდა ოდესმე ვნახო საქართველო ესეთი დანგრეული, როგორიც მოდიოდა ჭუბერზე. და მაქვს სხვათა შორის სურვილი მრავალი წელია, რომ წავიდე ჭუბერში, საკენზე ავიდე კიდევ და კიდევ ფეხით წამოვიდე. და აი ამ 30 წლის ისტორია რა ხდებოდა საქართველოში, აი რა ფრაგმენტები იყო, მოვაქციო იმ გზაზე. მაგრამ ჯერ ვერ განვახორციელე ეს ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე. ბავშვის ისტორიაც ძალიან მტკივნეული ისტორია კი იყო, ესეთი ისტორიები ბევრი და სული შემძვრელი კი გაცოცხლდა, გათბა და გაცოცხლდა და იყო ესეთი მაგალითებიც და მე სიზმრება ხოლმე ჭუბერი მე. მე სიზმრება რაღაცა მონაკვეთები, კონკრეტული გზის მონაკვეთები და ჩემი თავი და აი ამ ჩემ თავს უყურებ შორიდან. რო გადავრჩენილიყავით, ვთხრიდით მიწას და სადღაც 1-2 ღერი ბალახი თუ იყო რაღაცა ამოსული, იმიტომ რომ ალპურ ზონაში ბალახიც არ არის, იმის ბოლქვებს ვიღებდით, ვაგროვებდით და ვჭამდით, რომ გადავრჩენილიყავით და შევტოპავდით ხოლმე მდინარეებში და მოვდიოდით აი ესე სად მივდიოდით ისიც არ ვიცოდით, აი მიდიოდა ეს წკრივი ადამიანი და მიუყვებოდით ამ ერთმანეთს და აი ამ გზაზე თან წარმოიდგინე ეს კადრებიც ხო გადასაღებია, აი ალაგ-ალაგ არის კადრები და ჩემ თავს ვცნობ, რომ მოვდივარ ესე თავშალ მოხვეული, პლედ მოხვეული და ნუ თუ ეს მე ვარ, აი ეხლა აქედა რომ ვუყურებ და ჩემი შვილი რო ყოფილიყო ესეთი პატარა და მოდის იმ გზაზე და თან კამერა და თან ეს გზა და თან ეს ყველაფერი, მე ალბათ გავგიჟდებოდი, აი ესე რომ ენახა ჩემი შვილი. და ამ გზამ ჩემ ცხოვრებაზე დატოვა ძალიან დიდი კვალი, წარუშლელი კვალი. ალბათ თავარი გარდატეხაც. გარდატეხაც, იმიტომ რომ მე მივხვდი, რომ ჯერ ერთი აფხაზეთის ომში კლავში ხა საომარ მოქმედებებში შენ ყოფილ ხარ არაერთხელ და არავინ არ თქვას, რომ შიში არ არის. შიში ყველა ადამიანს აქვს და ზუსტად ის არის მნიშვნელოვანი, რომ ისწავლო გარდატეხა ამ შიშების. კი ბატონო. და მოერიო შენ შიშებს და რაღაცეთ აკონტროლო და მართო მე ეს ყველაფერი და აი ჭუბერის მერეც მივხვდი მე, რომ რაღაცა დიდი გარდატეხა მოხდა ჩემში. აი რა მაგალითად ვერთფრენი, სადაც ზის
საშკა ჩვენი არაჩვეულებრივი ოპერატორი დოლგოპულოვი საღამომშვიდობისას ოპერატორი და ძალიან ბევრი ხალხი მქვილის ტომრები, ქალები, მეომრები და მეორეთ ისე ვადის საკენზე რომ წამოვიყვანოთ იქიდან დევნილები და რაღაცა ვძვრები მეც ამ ვერტფრენში რა და კაცი დგას ალეკო ჯაფარიძე ესეთი ადგილობრივი და მეუბნევარ ხო ჩამოხვედიო იმ გზიდანო და ეხლა კიდე ზევით მიდიხარო და არ გინდა რა ვერ ეტევი ამ ვერტფრენში და იმ რაღაცა მკრა ისე ხელი ნელა ლამაზად რა რო იტყვია და ჩამოვმაგდო ამ ვერტფრენიდან და მე ვარ აი გაბრაზებული ნაწყენი რომ აი როგორ გაფრინდა ეს ვერტფრენი გრიშკა დოლგოპულოვი საშკა იოსელიანი აფხაზეთის და ზუსტად ერთ წუთში ვერტფრენი შეეჯახა კლდეს და ადის წითელი დიდი ბუღია და უცბად აი წარმოვიდგინე რომ ამ ვერტფრენში ზის გრიშკა დოლგოპულოვი ალეკო ჯაფარიძე სახეები აი ყველა სილუეტები სახეები ეს ბებოები ფქვილის ტომრები აი ეს ყველაფერი გავიაზრე და ვხედავ რომ ეს აი ერთი წუთის წინ ეს ყველაფერი მოხდა და ეხა აფეთქდა რა და აი ესეთმა ტრაგიკულმა ფაქტებმა არ ვიცი აი რაღაცნაირად შემცვალა მე რო ჩამოვედი აფხაზეთის ომიდან და ჭუბერიდან სახლში არც ერთი ღერი თმა არ მქონდა ყავისფერი რა ფერიც ამაკ სულ ვიყავი თეთრი ესეთი ღრმა ისტორიების მქონე რეპორტიორმა ეს პროფესია მიგეტოვებინა შეიძლება ახლაც არ მიგიტოვებია მაგრამ ნუ სინამდვილეში პროფესიიდან წახვედი და არჩევანი გააკეთე პოლიტიკურ კარიერაზე აი ეს როგორ მოხდა იმიტომ რომ ხანდახან მეც მაქვს ხოლმე ფიქრები მაგრამ თითქოს წარმოუდგენელი მგონია რეპორტიორის მიღმა ჩემი წასვლა ალბათ უფრო წარმოუდგენელი ეს გადაწყვეტილება როგორ გაცვალე ამაში აი ესე რომ ვიკითხო მე მგონია რომ ტელეჟურნალისტები განსაკუთრებით ძალიან კარგი პოლიტიკოსები ხდებიან მერე, იმიტომ რომ ტელეჟურნალისტიკა გეხმარება პოლიტიკაში, აი მაგალითად პარლამენტში ბევრჯერ დამხმარებია ჩემი პროფესია სწრაფად გადაწყვეტილების მიღებაში, გამოსვლების დროს, დისკუსიების დროს პოლემიკაში როცა ხარ შესული, აი ამაში შენი პროფესია ძალიან გეხმარება უკვე თუ ტელეჟურნალისტი წავა პოლიტიკაში. ეს არჩევანი დათო განაპირობა იმ გზამ, რაც აი ბოლო წლებში გავიარე 2003-დან 2012-მდე. აი ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ შევქმნით ობიექტივი, ჟურნალისტთა კავშირი, დათო თარხანმოურავმა გააერთიანა მაშინ ჟურნალისტები, რომლებიც რაღაცნაირად არ შეეგუენ იმ ახალ ხელისუფლებას, რეფორმატორებს, ასე ვთქვათ, ხედავდნენ და იცოდნენ, რომ ეს ხალხი, რომელიც მოდიოდა რეფორმების სახელით ხელისუფლებაში, რაღაცნაირად ვიცოდით რა ვინ იყვნენ. ვიცოდით ვინ იყო სააკაშვილი, როცა ჟურნალისტი ვიყავი, ვაშუქებდი, ვიცოდით ვინ იყვნენ სხვები და აი როცა მოვიდნენ ვარდების რევოლუციის შედეგად ესენი, ჩვენ წავედით ოპოზიციაში. და ესეც შეიქმნა ობიექტივი. მაშინ მიიღე გადაწყვეტილება პროფესიის პოლიტიკაში არა. მაშინ შევქმნით ობიექტივი 2004 წელია. და დაიწყო ეს ბრძოლა, ჯერ იყო მაშინ ახლა ტელევიზიები არ იყო, ესე რომ ქონოდა საშუალება ტელევიზიით შენი აზრები გაგევრცელებინა, ჩვენ ქონდა არხი, რომელიც წაგვართვეს მესაკუთრე ცემეს და აყრუეს, არ ვიცი 1000 უბედურება იყო და ეს ამ არხს ვერ ვიბრუნებდით, ამ არხზე მე გავიდა პიკი გადიოდა სხვადასხვის და არანაირ ლიცენზია, არაფერი, ვერაფერს ვერ მიაღწევდი, ვერავითარ სიმართლეს და სამართლიანობას და მე მთელი 10 წელი დავხარჯე იმაზე, რომ ვიბრძოდი ობიექტივის სიხშირის დასაბრუნებლად.
და ეს სიხშირე უკვე 2013 წელს გავედი საპარლამენტო კომისია იყო მაშინ იქ დაიდო ფაქტები და მე დავიბრუნე სიხშირე. აი ხა აქეთ რო გადმოვხდე თანამედროვეობაში კომისია მუშაობდა ეხლა ხო თეატრულ კი არის. ხო, რის გამოც ოპოზიციონერები ყველა ციხეშია. ესეც მოდი აი ამ ნაწილზეც ბარემ მკითხავ, იმიტომ რომ მე არ მახსენდება დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში აი ესეთი აბსურდული შექმნილი ბრალით ყოველ შემთხვევაში ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში. ძალიან მძიმე სურათია, ხო? გვინდა თუ არ გვინდა? ნამდვილად ადამიანმა უნდა აგოს პასუხი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო. ამ კონკრეტულ დანაშაულზე გამოძიება უნდა ჩატარდეს, სასამართლო უნდა ჩატარდეს და მე ესე უნდა მომესაჯოს სასჯელი. და ჩვენ ახლა რას ვხედავთ, რომ ამ ხალხმა საერთოდ მოქალაქის უფლება აქვს არ აღიაროს ხელისუფლება. არ ვაღიარებ, რომ ლეგიტიმურია. ჩემი ნება რა, არ ვაღიარებ რა და არც ვალდებული არა ვარ ვამტკიცო რატო არ გაღიარებ. გააყალბე არ გაღიარებ, რომ ჩემი ხელისუფალი. ამის გამო ახლა რომ არ აღიარებს თქვათ ლეგიტიმურად პარლამენტს პოლიტიკოსი და რაღაც კომისიაზე არ აღიარებული პარლამენტის კომისიაზე არ გავიდა, ამის გამო უნდა დააპატიმრო. ეხლა ეს ხო არის სიგიჟე სრული. თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი ამ პოლიტიკოსთაგან, ხო, თან დანაშაულებს 13 წლის თავზე არ იძიებენ ალბათ თავიდანვე. ეს დანაშაული გამოიძიეთ, ახლა რა დიდი ის უნდა ძალისხმევის დახარჯვა, ახლა გატენილია პროკურატურის არქივი იმ საქმეები და იმ მასალებით, რაც შეგიძლია წაუყენო ხა პიჯაკების გამო რომ სააკაშვილი იყო გასამართლებული პიჯაკების გარდა სხვა დანაშაული არ ქონდა. აი რახან პიჯაკები ვახსენეთ თან ცოცხალ რეჟიმში ვისაუბროთ. აი პიჯაკები ოქროს ზოდების საქმის წინააღმდეგ როგორ გამოიყურება? ხო რა არის იცი? არ გამოიყურება კარგად ხა რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც იცი რა კონტექსტებს უნდა მივაქციოთ. ეხა სხვა ეპოქაა, აქ სხვა ბრძოლა მიდის. ეხლა ჩვენ ვართ ფეოდალურ ბატონყმურ სახელმწიფოში და აი ამ ბატონყმურ სახელმწიფოში ხელისუფლება თვითონ ეს ფეოდალების, ახალი ფეოდალების ხელისუფლება შიგნით ერთმანეთში რაღაცას არკვევს რა და მიდის ძალთა გადანაწილება, მიდის ინტერესთა ჭიდილი და მიდის ერთი ძალის მიერ მეორის გაფუჭების პროცესი. აი ეს მიდის, ეხლა ძალებს უსინჯავენ ერთმანეთს და აი აქ ფაქტორი არის კობახიძე, ამაზე მე ვილაპარაკოთ, ეხა ისე უკან რო გადავხდეთ. კი ბატონო. იქით რო გადავხდეთ, რაზეც ვლაპარაკობდით. აი ამ კომისიაზე, როცა იხილავდნენ საკითხებს, რომ აი მედიის წართმევა, საკვანძო საკითხები, რაც აი ჩვენ რო არ ყოფილიყავით, არ მოხდებოდა. აი ის გამოძიება არხების წართმევის ობიექტივი რო არ ყოფილიყო, არ ჩატარდებოდა. არც არავის ეცოდინებოდა და ნახეთ რა მოხდა. სადაც კი ირმა ინაშვილი, დავით არხანმოურავი, წინააღმდეგობის მოძრაობა, ჩვენი გუნდი, სადაც კი ფიგურირებდით როგორც მთავარი პროცესის შემქმნელები, იქნება ციხეებში პატიმრების წამება, არხების წართმევა, უნივერსიტეტის მოვლენები 2005-ში გახსოვს იქ რაც ხდებოდა. მიზან მიმართულად არ ვიყავით არსად მიწვეულები. ეხლა სხვა საკითხია მივალ, არ მივალ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ როდესაც ესეთ თემებს იხილავ და საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც არ შეხება არ ქონია, ან ქონდა, მაგრამ ბევრად ნაკლები ვიდრე ჩვენზე. ეხლა აქ საინტერესო იცი რა არის? ვისი დირექტივით ხდებოდა? რატო ჩახსნეს, რატო? კი არ ჩახსნეს. ხო, აი რატო არ იყო? ხო. ბატონი კობახიძის დავალება იყო, რომ ეს ხალხი არსად არ ჩანდეს. და ამათი ტაქტიკა ესეთი რა და ხელწერა რომ გაგაქრონ. არ ყოფილხარ შენ რა შუაში იყავე, არ ყოფილხარ. პატიმრების წამების ამსახველი კადრების შექმნაშიც და იქედან გამოტანაშიც თქვენი წვლილი არის. აქვე გკითხავთ. ფაქტია რომ ოცნება რომ ხელისუფლებაში მოსულიყო, საკმაოდ ბევრი რამ შეიძლება რომ იყოს კავშირში თქვენთან.
თუნდაც აი პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელებამ და ამ ამბის ესე გარეთ გამოსვლამ როგორი უნებათა ღელვა გამოიწვია და ამას მოყვა ხო შემდეგ რეალურად ხელისუფლების ცვლილებაც. ამდენი წლის მერე ის რომ აი ქართულ ოცნებას მაშინ რაღაცნაირად დაეხმარეთ ხელისუფლების ცვლილებაშიც მიიღეთ მონაწილეობა. ამდენი წლის შემდეგ რომ აი ესეთი ხელისუფლება მივიღეთ, ცოტა რა ფიქრები გაქვთ ხოლმე? ძიმე დათო, იმიტომ რომ ვერასდროს კობახიძე ვერ გახდებოდა პრემიერი, ვერც ღარიბაშვილი ვერ გახდებოდა პრემიერი და ვერც სხვები. ჩვენ რომ არ გაგვეწირა, აი მართლა არ გაგვეწირა საკუთარი თავები და ჩვენი ოჯახები და შვილები. გიორგი ლომია, ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი მეგობარი უახლოესი, რომელიც თავარი გმირია, რომელმაც აი ეს კადრები, კარანტინის დაშლის კადრების გამოძიება უზრუნველყო თავიდან ბოლომდე. თავისი გადაღებით, აი ამისი დამტკიცებით, რომ პირველი პირები ცემენ პატიმრებს. ეს უკვე იყო მტკიცებულება, ეს იყო საჭირო, რომ სისტემური დანაშაულის ფხილება მომხდარიყო. ეს რომ არ გასაჯაროვებულიყო ხელისუფლება ვერ შეიცვლებოდა 2012 წელს. იქედან გამომდინარე და იმ გამოცდილებით, რომ შენ წინა ხელისუფლებას, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან იყავი ძალიან დაპირისპირებული, ამის გათვალისწინებით, ახლა მივიღეთ თუ არა, არ ვიცი ესე კითხო, როგორ ვიკითხო, ბევრად უარესი თუ რაღაც ჰიბრიდული მთავრობა, რა მივიღეთ? არაფერი კარგი არ მიგვიღია. ერთადერთი რაც არის, რომ აი ციხეებში პატიმრებს არ აწამებენ. ჯერ, არ აწამებენ. იმიტომ რომ რაც ხდება უკვე ამ ქვეყანაში, ეს აუცილებლად მივა იქამდეც, რომ აწამებენ მერე და ამასაც გავიგებთ მერე. იმიტომ რომ ეხლა ამ სახელმწიფოში ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ბოროტებას. სხვა სახელი არა აქვს ამას. ეს არის სახელმწიფო 1-2 კაცის კონსტიტუცია ესენი არიან, სასამართლო ესენი არიან, პროკურატურა ესენი არიან. მედია უნდა მოიგუდოს. განსხვავებული აზრი უნდა ჩაახშონ. ამასობაში თვითონ წვეტენ უნდა შექმნან რაღაც პარტიები, დანოსების დამწერი პარტიები უნდა შექმნან და დანარჩენები მოკლან, გაანადგურონ, განდევნონ პოლიტიკური ველიდან, იმას აკრძალავენ, ამას მოსპობენ, ამათ შექმნიან და ვინ არის, მე უბრალოდ კითხვას ვსვამ, აი ვინ არის კობახიძე, რომელსაც თავის ცხოვრებაში არასოდეს არაფერი სიკეთე არც ადამიანებისთვის, არც ქვეყნისთვის არ გაუკეთებია და თავისი ავტორიტეტი, თავისი სახელი, აი რო იყაროს ახლა კენჭი, არ ვიცი რა, -1% თუ მიიღებს, არანაირი მაგას მხარდაჭერა და რეიტინგი, აი ბუნებრივი, ხო იცი, აი რაც ალალი რეიტინგი. ხო, მე ხანდახან მგონია ხოლმე, რომ ალბათ ერთი ადამიანიც არ არსებობს, ვინც ამბობს, რომ ჩუმად უნდა მოусმინო ბატონი ირაკლი რა ლაპარაკობს. არა, რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ და წარმოიდგინე, მისი აი ცოტა დრო რო დაუთმოთ, ამას ძალიან საინტერესო იქნება, რატო იცი? არის ხოლმე ესეთი აზრი, არავინ არ არის, ხა ეს არავინ არ არის, რა მარტო კობახიძეა კაცო და ბიძინას მართავს კობახიძე და ეს ყოფილა ყველაფერი და თავის დროზე სხვათა შორის, აი ესე ირონიულად უდგებოდნენ სააკაშვილს, მაშინ მე ჟურნალისტი ვიყავი და ძალიან ისე იქცეოდა არასერიოზულად და ჟურნალისტებიც შაყირობდნენ, რომ აი ეს როგორ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და გამორიცხულია და აი ამ შაყირში ხელისუფლებაშიც მოვიდა. დაიპყრო კიდეც ეს ქვეყანა, ბოლოს ხალხიც აწამა და ეხლა სადაც არის იქა. და ესეც არ არის მარტივი პერსონა ეს კობახიძე და მე ეს დავინახე ჯერ კიდე 2016 წელს პარლამენტში. როდესაც ჯერ ახალი ყლორტი იყო ქართული ოცნების წიაღში, ბატონი კობახიძე, მაგრამ უკვე ჩანდა 2017 წელს ბიუროს ხდომაზე უთხარი მე მას, რომ შენ ხარ მომავალი ადეიშვილი. მე ეს დავინახე მაშინ. და დღეს ვამბობ, რომ აი ამ ახალგაზრდა კაცი არის ერთად ადეიშვილიც, მერაბიშვილიც და არ ვიცი, სააკაშვილიც, აი სამივე არის ამაში და ძალიან მძიმე არის, როდესაც სახელმწიფო იმართება აი ესეთ რეჟიმში, ნახეთ,
ყურში უნდა უჩურჩულოს, რაღაცა ზუსტად შეარხიოს ის სიმები, რაც ივანიშვილს რაღაცა საკითხებზე გარდატეხს. და ამას ის უნიკალურად ახერხებს, იმიტომ რომ გადაავლე თვალი წინა პრემიერებს, არც ერთი პრემიერის წინა პრემიერის პერიოდში საქართველოში ბოლშევიზმი არ აშენებულა და საბჭოთა კავშირი და აი ეს საბჭოთა კავშირი, აი უფრო მძიმე ფორმებსაც ვიტყვი, 20-იანი წლების ბოლშევიზმი რა, რაც ახლა აქ ხდება. ხო, აი რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ერთწლიანი პატიმრობა. ან ამას წარმოვიდგენდი, რომ რაღაც ესეთი კანონი შეიძლებოდა გქონოდა? არც იმას, რომ არ შეიძლება სასამართლოზე მაგალითად იყოს კამერა და გადაღება, წარმოუდგენელი რაღაცა, ეს დანოსების აი არ ვიცი, გერმანია მახსენდება, მე GDR-ში იყო ესეთი შტაზი, საშინელება, როცა ყველას უთვალთვალებდა, უსმენდა, იწერდა, ოჯახის წევრები იყვნენ ამაში, ერთმანეთს უთვალთვალებდნენ და მერე მიდიოდნენ და დანოსებს წერდნენ. ერთი ფანტასტიკური ფილმია, სხვა შორის მაგაზე გადაღებული სხვების ცხოვრება ქვია. ძალიან ესეთი ფილმია, ნანახი მაქვს. კი, ურჩევდი მაყურებელს. აი ხა გამახსენდა მეც ეს ფილმი, აი ტრაგედია, რამდენი ადამიანის ცხოვრება გაბზარა, ამან დაანგრია და ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ ესენი ქმნიან სპეციალურ პარტიას, რომ დანოსები წეროს. და ეს დანოსია, იმიტომ რომ ისეთი ჩვენებებია დაწერილი, რასაც ვკითხულობ ეხლა მე, რომ ამან იმან იქ სადღაც წაიკითხა, ამან იმან იქ სადღაც მოისმინა და გამოიტანა, დაასკვნა, რომ თურმე ეს ესე იყო, თანაც ეს პარტია დაამჯდარა, ანალიზი გაუკეთებია და მერე გადაწყვიტეს, რომ თურმე უცხო ქვეყნის რაღაც იმას კიდე სააკაშვილს გამოუქვეყნებია რაღაცა პოსტი, თურმე რომლითაც გადატრია ეს იგიჟე ხალხო, აი ეს უკიდეგანო არანორმალურობა როგორ მოხდა, რომ ჩვენ აქამდე მოვედით. როგორ მოხდა, რომ ჩვენ აქამდე მოვედით? აი ირმა ინაშვილს ვეკითხები, როგორ მოხდა, რომ აქამდე მოვედით და შენი პოლიტიკური მოძრაობის ხედვა და სტრატეგია რა არის, რომ ეს ძალიან დაჩაგრული და გაუბედურებული სახელმწიფო და დაუცველი მოქალაქე დაბრუნდეს წყობრში. მე პირდაპირ გეტყვი, არანაირი პოლიტიკა და პარტია და ეს აღარ არის ამ ქვეყანაში. რა პარტიებზე ვლაპარაკობთ, რა პოლიტიკურ პროცესზე, აღარ არის მორჩა. ჩვენ უნდა მივხვდეთ და გავაცნობიეროთ, რომ მოკლეს ამათმა პოლიტიკური პროცესი, მოკლეს პარტიები, შემოდის ამათ ველზე მათ მიერ შექმნილი პარტიები, რაღაცას ხალხის ძალა, იქ რაღაცა ფრიდონინჯიაშვილის პარტია, კიდე აი ეს დანოსების დამწერი, მე გაოცებული ვარ, გული მტკივა ხა ამას რომ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ნანა კაკაბაძე არის საბჭოთა პოლიტპატიმარი საბჭოთა პერიოდში, რომელიც თვითონ დანოსით დაიჭირეს და ძალიან ღირსეულად იჯდა იმ საბჭოთა ციხეში და აი როგორ ხდება ადამიანში ეს გარდატეხა და ეს ნანასთან როგორ ხდება, ეს მე შეძრულიც ვარ და გაოგნებულიც იმას ამ ხელისუფლებამ ხო ისიც მოგვიტანა ეხლა რასაც შენ ამბობ ქალბატონ ნანასთან მიმართებაში, რომ აი დაგვანახა ჩვენი ძალიან ვიწრო გარემოცვაც იმდენად გაასაძაგლა თითქოს ადამიანები არ ვიცი ამას რა შეიძლება დავარქვათ, მაგრამ ეგრეა ხო? მიდის ხრწნის პროცესი სამწუხაროდ და ჩვენ ცხოვრობთ მიტაცებულ სახელმწიფოში, რომელიც აი ამ ხალხს მიტაცებულია, კობახიძეს მიტაცებული აქვს სახელმწიფო. ნუ ეხა ბიძინა ივანიშვილზე რა არ ლაპარაკობ ხშირად, როგორ არ ლაპარაკობ, კაცო, ბიძინა ივანიშვილსაც აქვს რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე და როცა ვამბობ, რომ კობახიძე მიიტაცა, ცხადია ბიძინა ივანიშვილი არის ამ მიტაცების პროცესში მონაწილე, ხო? და ხედავს და აცნობიერებს ამ ყველაფერს, რაც ხდება აქა. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობაა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინ არის ჩამჩურჩულებელი, ყველა მართველს რუხს თუ საჯაროს, ჩამჩურჩულებელი ყავს. ეს ჩამჩურჩულებელი კობახიძე არის. ეხლა ამ ეტაპზე ეს არის, იმიტომ რომ არც ერთი კიდევ ერთხელ უსვამხას გავიხსენოთ ეს წინა პრემიერები. რაც ამ ბოლო ერთ წელიწადში ხდება საქართველოში, სრული მოწყვეტა საქართველოს, სრული მოწყვეტა ცივილიზაციური სამყაროდან. მივდივართ სად არ ვიცით. ვებრძვით რას არ ვიცით.
შემოდის რაღაცა ბოლშევიკური პათოსი და ეს მიდგომა, რომ დაიჭირე ხელისუფლების ხმაში სიყვარულის ნოტები არ ისმის. შეიძლება ესე გძაგდეს და გძულდეს ყველა შენ გარშემო. ერთი ადამიანის არ არსებობს, რომ რა კარგი რამ დახატე. მადლობა რომ კაირებას და ესეთები აღარ არსებობენ. მოდი აი ინტერვიუს თავს დავუბრუნდები, ნაზი შამანაური ახსენე, მოვედით აი ამ სიტუაციამდე, ხა განვიხილავთ არსებულ მდგომარეობას და არ შემიძლია არ კითხო დაკავებულ ჟურნალისტებზე, მზია ამაღლობელზე, ნაცემ ჟურნალისტებზე, გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე და მის ოპერატორზე შემზარავი კადრები იყო, როცა მის ნეკნებზე ხტუნაობენ. ეხლა აი ეს კიდე არ ვიცი რა სახელი შეიძლება დავარქვათ, იმიტომ რომ არც მახსენდება კი ჟურნალისტები სულ იდევნებოდნენ, მოკლული ჟურნალისტებიც ყავს, მაგრამ ასე მასობრივად გადაუარო, არც ერთი საქმე არ გამოიძიო. სააკაშვილის მმართველობის თუ რეჟიმის პერიოდში ბევრჯერ დაგვესხნენ თავს და მეც სახლის სადარბაზოსთან დამხვდნენ და არ ვიცი 15 ივნისის დარბევა იყო სასტიკი. არავინ არ იღებდა ხმას მაშინ. ახლა დღეს ის ჟურნალისტები, რომლებიც სიმართლისთვის იბრძვიან და რაღაცა დემოკრატია და ყველაფერი ესა, იმ პერიოდში აი ეს ჩვენი კოლეგები ხმას არ იღებდნენ. და ვითომც არაფერი ესა არ ხდებოდა, მაგრამ ჩვენ ხო რაღაცნაირად უნდა ვაჩვენოთ, რომ ის სწორი არ იყო, შენ რო ჩუმად იყავი. ის სწორი არ იყო. რომ სიჩუმეს სიკეთე არასდროს არ მაქვს. რა თქმა უნდა, ზიამაღლობელი უნდა იყოს გარეთ. და რა თქმა უნდა, ისიც მიმაჩნია ძალიან არაადეკვატურ და რაღაც არანორმალურ მიდგომად, რაც მოხდა ამაღლობელთან მიმართებაში. მე სხვაგვარად მოვიქცეოდი აი იმ პოლიციელის ადგილზე და პირიქით ახლა ვიტყოდი, რომ რაც იყო. და საკმარისია ადმინისტრაციული დანაშაულია რაც იყო და მე თვითონ ხდები ინიციატორი, რომ თავისუფლდეს ქალბატონი მზია, მაგრამ ისიც არის სისტემის ინსტრუმენტი და რაღაცნაირად ეს სისტემა ყველას გვეუბნება, რომ ეს პარტიები აუკრძალე, ეხლა თუ უნდა აუკრძალო, ინაშვილი შენ მოემზადე, შემდეგი შენ ახარ. აი მე იმიტომ ვიღებ ხა ხმას და იმიტომ ლაპარაკობ. მე სულ ლაპარაკობდი, უბრალოდ არ გვისმენდნენ ჩვენ, თორე ჩვენ სულ ლაპარაკობთ ეს ბოლო 5 წელია და ყველა ამ მოვლენაზე ჩვენი რეაქცია და შეფასება ყოველთვის ქონდა. კაი, გამოსავალი გითხარი, აი შენი პარტიის ხედვა რა არის? პარტიას თავი დავანებოთ. ხო, პარტიას თავი დავანებოთ, შენი, კი ბატონო, კი. რატო იცი? იმიტომ რომ აი ხა ჩვენ ზეპარტიულ მოძრაობას ვიწყებთ. ამ არაბული ქალაქების წინააღმდეგ და ეს არის სახელმწიფოში სახელმწიფოს გვიდგამენ, ორ სახელმწიფოს გვიდგამენ, რაც არის ძალიან სახიფათო რამე. ვეწინააღმდეგები ამას მეც და ის ხალხი, ვინც საორგანიზაციო დიდი ჯგუფია ძალიან, რომელიც ემზადება აქციისთვის 30 ნოემბერს გვექნება ეს შეკრება ჩვენ რუსთაველის ძეგლთან, სხვა შორის აი მაქედან დავიწყეთ ჩვენი საპროტესტო აქციები. ჯერ კიდე სააკაშვილის პერიოდში და ეხლაც იქიდან ვიწყებთ და აი ეს თემაც ერთ-ერთი საკვანძო და ნიშნულოვანი თემა არის ჩვენი ქვეყნისთვის რა. ვითომ ეროვნული, ვითომ პატრიოტული, ვითომ მამული შვილები, ვითომ სამშობლოზე დაწუხებულები, აი ეს ქამელეონები, დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ელიტა პირდაპირ გვეუბნება, რომ აი ეს დიდი ინვესტიციაა და ეს ორი არაბული სახელმწიფო, შენი სახელმწიფოს ფარგლებში, იმიტომ რომ დიდი მასშტაბია ამ ქალაქების, პლუს გონიოში საზღვართან ახლოა, იქ კიდე სხვა გეოპოლიტიკური საფრთხეებია. ერთი საინტერესო დეტალია, გონიოს ეს ველი, სადაც რაც გადასცეს თუ სადაც უნდა აშენდეს ეს ქალაქი, დანაღმული როა, იცი? კი, ჯერ არ არის ბოლომდე. ახლა მიმდინარეობს ინტენსიური განაღმითი სამუშაოები და ამაში ფულს ვინიხდი, ცოტა საინტერესოა ისე. ბრძოლა უნდა იყოს თავდადებული, გულწრფელი. და რაღაცნაირად უნდა გჯეროდეს რა, მე და შენ თუ ერთად ვიბრძვით, თანამ მებრძოლები ვართ, უნდა გჯეროდეს, რომ ისე მივალთ იმ გამარჯვებამდე, რომ ერთმანეთს არ გავყიდით. კი ბატონო, ან თავებს არ მოვაწყობთ. ხო, და დღეს ნახე სახელმწიფო ამათი რას გვეუბნება, რომ რა არის ღირებულება დღეს, აი რას ხედავს ეს თაობა.
და რა მაგალითს იძლევა აი ამ ბოლშევიკების ხელისუფლებამ ქართული ოცნების ფულია თავარი ფული ნახე ხო იმიტომ რომ ამათი მიდგომა ესეთი ანუ შენ ფული თუ არ გიშოვია ესე იგი ჭკვიანი არ ყოფილხარ რა და უამრავი მეცნიერი ჩვენი რომელმაც რაღაცა ეპოქალური აღმოჩენები ქონდა და დიდი ნაშრომები ზოგად საკაცობრიო არ გამოირჩევა იმით რომ დიდარია და ფული იშოვა მის ცხოვრებაში მაგრამ ესენი ზუსტად ამის მაგალითს აძლევენ ახალ თაობას და თლიანად საზოგადოება იმიტომ გაღწდეს ყველა ფულზეა არჩევნები ფული მომეც ხმას ეს არასდროს არ ყოფილა დაიკარგა იცი ის წესი რიგი ზნეობა ადათი რაც გაგვაჩნდა თავარი არის ფული აი ეს არის სამარკო ნიშანი ამათი რომ ფული და იმიტომაც მიდის აი ეს ერთმანეთში ამისი გარკვევა ეხა ვის რამდენი მილიონები აქვს მე არ მინდა ისე დავამთავრო ჩემი ცხოვრება რომ ბედნიერი საქართველო არ ვნახო ბევრჯერ შემეძლო ხელი ჩამექნია და გავჩერებულიყავი და გავრიდებულიყავი მაგრამ არ შემიძლია ეს ბევრი ლანძღვა, ბევრი ლაფი, ბევრი იარლიყი, ბევრი გინება, ბევრი რამე გამივლი ამ ცხოვრებაში, მაგრამ თავარი ნათელი წერტილია წინ რასაც ვხედავ, ისმი და იქმი და მივიდე, იმ ლამას თავისუფალ ლაღ ბედნიერ საქართველოში, სადაც ჩვენ შვილებს ეცოდინებათ, რომ კონსტიტუცია ბიძინა ივანიშვილი კი არ არის, კონსტიტუცია სასამართლო ის ერთი კაცი კი არ არის სასამართლო ვინც რა არ უნდა დაგიშოვოს იმედი უნდა კონდეს რომ ინსტიტუტის სასამართლო არსებობს მე იქ მივალ და ჩემს სიმართლეს და სადაც სიტყვია რომ მე ვამაყობ რომ ცხოვრობ ქართულ სახელმწიფოში ფაქტია რომ დასავლეთთან ამათ აღარაფერი აღარ აინტერესებთ იმიტომ რომ ესე აბუჩად იგდებდე დასავლეთს მაღალი ტრიბუნიდან რაღაც საშინელებებს ეძახდე ანუ სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ძალიან დამღუპველი, დამაზიანებელი რიტორიკა, პოლიტიკა, იმიტომ რომ არა მარტო დასავლეთის არ შეიძლება შენტრული რიტორიკით აცხოვრო შენი ქვეყანა და შენი ხალხი და მოწყდე ყველას დასავლეთსაც არ ვიცი ხა ესენი რა პოლიტიკასაც ხა აწარმოებენ ეს არის ჩვენი ქვეყნის იზოლაციაში მომწყდევის პოლიტიკა პატარა ქვეყანა ვართ არ გვყავს მეგობრები ბევრი და ჩვენი ტიპის პატარა ქვეყანა უნდა ცდილობდეს რომ მტრები კი არ გაიმრავლოს და მეგობრებისგან მტრები კი არ შექმნას პირიქით მეგობრები ამრავლოს გარშემო და არ არის აი ეს ჩაკეტილი კარი ცივილიზაციური სამყაროდან ჩაკეტილი კარი, რასაც ხედავს ეს ახალგაზრდობა, ზუსტად ეს არის ამათი პროტესტის მოტივაცია. ეს არ მოწონთ. გამიღე კარი, შენ ვინ მოგცა უფლება, რომ ამბობ რომ ამ ახალგაზრდების მიმართ რიტორიკა ძალიან საშინელია. არ შეიძლება. ოცლარიანო, გაყიდულო, ასეთო ისეთო თან პროპაგანდა ძალიან მძლავრად უწყობს ხელს იმაში რომ აი ის სიძულვილი რაზეც ჩვენ საუბრობდე ზიზღი ყველგან გაიფრთხილოს. როგორ შეიძლება ქვეყნის პირველი პირი ამბობდეს ნულოვანი ტოლერანტობა და თქვა იმან და იმის გამო აი ეგ ნულოვანი ტოლერანტობა რო თქვა ეს იყო წლების მანძილზე აი მძიმე დაღი მისთვის სააკაშვილისთვის და დღემდე ესეა და ეხლა ეს გვეუბნება კობახიძე ნულოვანი თანაგრძნობა და ასეც იქცევა. და პირიქით ნულოვანი კი არა, მაქსიმალური თანაგრძნობა, მაქსიმალური სიყვარული, გაგება, მე მაგალითად აი ჩავიდოდი, დაველაპარაკებოდი იმ ახალგაზრდებს, ვეტყოდი, ავაღებ ამ პარლამენტისგან, ვაღებ თავრობის კარს, შემოდით, აი ხო არის იქ სააქტო დარბაზებია, დავსხდეთ, ღამეები გავათენოთ, ვილაპარაკოთ, დავდოთ აი რა არის, რა გინდა თქვენ, რა გვინდა ჩვენ მაგრამ ეს რო გააკეთოს ახლა იმას კიდე რაღაცა სხვა ჭირდება ხო? წარმოუდგენელია ხო? ხო, მე ხა არგუმენტი იმათი რა არის, ეს რო გავაკეთოთ, ჩამოგვაგდებენ. აი ეს ხელისუფლება. კარგი იქნება რომ შვიდობიანად წავიდეს ხელისუფლებიდან. ეს არის ჩემი მათდამი, მოწოდება, კეთილი რჩევა. საკმარისია მეგობრებო, იყავით ეს 13 წელი, ამ ქვეყანას არანაირი სიკეთე თქვენ არ მოუტანეთ.
ეხლა შექმენით ბატონყმური წყობა, ჩვენ ვართ თქვენთვის მონები, თქვენ ხართ ახალი ფეოდალები, გავიგეთ რომ ფულია თქვენთვის მთავარი, გავიგეთ რომ თქვენთვის მთავარია შეიტკბოთ ძალაუფლება, მაგრამ ჩემი მოკრძალებული ძალიან კეთილი რჩევა, წადით, წაბრძანდით, თუ არ წავლენ ესენი საკუთარი ნებით და არ დაინიშნება ეს არჩევნები, რომელსაც იგივე CSKO და იგივე სისტემით კი არ ჩატარებენ, რომ მე ჟურნალს და ჯერ ერთი ეს არჩევნები ელექტრონულიც არ არის. აი, რადგან შენ თავად არჩევნებზე დაიწყე საუბარი, არჩევნები, რომელიც ალბათ გარდაულად ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ფიქრობ თუ არა, რომ აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია უნდა მონაწილეობდეს აკრძალვების გარეშე, ცოდვების გარეშე. მიუხედავად უბრალოდ. არა, რა თქმა მე მომხრევა რომ ბევრი პარტია იყოს და ყველანაირი პარტია იყოს და ხალხი წყვეტდეს ვინ უნდა. აკრძალვა იქნება ხალხი ხმას თუ არის. თუ არ მოგცემს აკრძალვა. აკრძალვაზე მეტი არ არის ესა? თუ ესენი არ წავლენ და არ წავლენ ხო ესეთ თავისი ნებით ესეთი შესული ეშხში უკვე ხელისუფლება, მაშინ მე ვხედავ რომ ამათ მოუწევთ ძალიან მძიმე შედეგებით დატოვება ამ ხელისუფლების და ძალიან იქნება ეს შედეგები მძიმე არა მარტო მათთვის, არამედ ქვეყანაზეც აისახება ეს ყველაფერი და ამიტომაც არის საჭირო რომ გაიაზრონ წასვლის დრო და მომენტი. ბოლო 1 წელია პოლიცია დატოვეს მოქალაქეებთან პირისპირ და ყოველ დღე აი შეაპირისპირეს, შეაძულეს. კი, აი ეს კიდე ერთი ბოროტება რაც არის, რომ მოახდინო ამისი წახალისება ამ დაპირისპირებების და პლუს კიდე ახალგაზრდობა დააპირისპირო ერთმანეთს. რომ აი ჩემი მომხრეები გამოვლენ, ეხლა იმათ ცემენ, ეხლა ისინი მოვლენ, ამათ ცემენ, ეს არ მიგვიყვანს სიკეთემდე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ესე ახალგაზრდობის დაპირისპირება ერთმანეთთან და ამ დროს პირიქით ჩვენ შუაში უნდა ვდგებოდეთ, რომ ეს არ იყოს რაღაცა ტრაგიკულ შედეგებამდე არ მივიდეს მე ამ ახალგაზრდების დაპირისპირება, მაგრამ არა ნახე, აღვივებენ რაღაცნაირად. რატომ მინდა მოვეფერო ახალგაზრდებს, ნახეთ, ესეთია, ისეთია, რაღაცა სწორად აკეთებს, რაღაცას არასწორად აკეთებს, ის ფლანგიც, ეს ფლანგიც, ყველა. ეს თაობა, ჩვენი შვილების თაობა, მე ძალიან წუხარ და განვიცდი და განვიცადე, როცა შენი შვილი დააპატიმრე და განვიცდი ამას, ნერვიულობ. თვითონ ატმოსფეროა მძიმე ქვეყანაში, მაგრამ საერთო ჯამში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შენ ამ ახალგაზრდებს დაასვა დაღი, რომ ესენი არიან ცუდები, ბოროტები, მტრები, LGBT-ები, არ ვიცი, რაღაცა გამოაცხადეს ნაციონალური მოძრაობა, ჯერ ნაციონალური მოძრაობას, ამდენი მხარდამჭერი რო ყოლოდა და რაც იქ ახალგაზრდა იყო, ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ, ეს ხო სისულელე იყო თავისთავად, ხო? იქ აბსოლუტურად იდგა ისეთი ხალხი, სხვათა შორის. თვითონ ქართული ოცნების დეპუტატების ოჯახის წევრები და შვილებიც იყვნენ იქ და ეს კარგი თაობა, ამ თაობას უნდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. ამ თაობას კიდევ ერთხელ ვამბობ, არ უნდა არ მოწონს 1-2 კაცის მიერ დასაკუთრებულ სახელმწიფოში ცხოვრება და ჩვენ რო სულ არაფერი გავაკეთოთ და ვერ გავაკეთოთ. ეს თაობა გააკეთეს მაინც ამას და მოახდენს საქართველოში დაბადებული და გაზრდილი თაობა. თავისუფალი თაობა, თავისუფლებაში მართლა გაზრდილი თაობა. ჩვენ მე მოვესწარი იმ საბჭოთა კავშირს და ნაზი შამანაურის ისტორია გავიხსენე და ესენი გაიზარდნენ თავისუფალ საქართველოში და მინდა გავამხნევო ეს ახალგაზრდები და ვუთხრა რომ ეს კარგი საქართველო იქნება აუცილებლად. არ გვიცხოვრია ჩვენ, არ გვიბრძოლია ტყვილა, რომ აი ესე გადავცეთ და ჩავაბაროთ ამ კობახიძეებს თუ ვინც არიან, ამათ ეს ჩვენი აქამდე მოტანილი საქართველო. ყველა მისე მოვიტანეთ აქამდე, თქვენმა მშობლებმა, მე სხვებმა, როგორც შევძელით. და ეხლა არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავთმოთ. ნამდვილად. ამიტომ წინ არის კიდე ბევრი რამე. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, ძალიან დიდი ხანია რომ არ გვისაუბრია ასე ღრმადაც არა და ძალიან საინტერესო იყო. ვიდრე ინტერვიუს დავამთავრებთ,
ერთი პატარა საჩუქარი მინდა გადმოგცე. გავკადნიერდი და ჩემ თავს უხლება მივეცი, რომ ჩემი რომანი რაღა დროს ტექნოა მეჩუქებინა ეს შარშანდელი ლიტერატურა რატო შევარჩიე იცი ეს ქაისხეული დიალექტი არის შიგნით დიდი დოზით და ამ დიალექტს მიხვდები და ამ ძალიან დიდი პატივია ჩემთვის რომ გადმოგცე. ერთ პატარა წარწერას გავაკეთებ და რომანის ბოლოს მიხვდები შეგიძლია თუ არა პასუხის გაცემა ამ კითხვისთვის. კი ბატონო. ხო, ჩემი სულგანათლებული ბებია იყო ქაისხევიდან და ჩემი ბაბუა იყო ქაისხევიდან ასე რომ ყველაფერი ნახოთ. ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. დიდი მადლობა დროებით. მესამე ფურცელი. ოპერატორში და გარეგან. დავით ქაშიაშვილის საავტორო გადაცემა. სად არ უნდა გავასხო. იქ, სადაც მთავრდება ოფიციალური, იწყება ნამდვილი. მესამე ფურცელი არ ცდილობს ყველა დააკმაყოფილოს. ეს გადაცემა არ გადაფურცლავს მოვლენებს, დააკვირდება, გაჩერდება, გაარღვევს ზედაპირს. მესამე ფურცელზე იწყება ის, რაც ყველაზე მეტად გვეხება. ყოველ კვირას 21 საათზე.